გუშინ დამოუკიდებლობის დღე იყო და გილოცავთ ამ შვენიერ დღეს, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ შვენიერი დღე არის და ბევრს უმრავლესობას ერების არ აქვს იმის ფუფუნება, რომ დამოუკიდებლად ვითარდებოდეს, ოთხში შანსი ჰქონდეს დამოუკიდებლობის. და ჩვენს ფუფუნება გვაქვს. ამ ფუფუნებას რაღაც დოზით ვიყენებთ და როგორც გუშინ ჩანდა ვიყენებდით კიდე დაპირისპირებისთვის და ჩხუბისთვის იმის ნაცვლად რომ მართლა საზეიმო იყოს. მართლა გითხრათ რაც ხდებოდა გუშინ რაღაცნაირად თელი დღე უაზრობების რაღაც ნაკადი იყო დაწყებულია ეს რაღაც სადღეგრძელოებით ფსევდო პატრიოტული რაც მთავრობამ დილას მოაწყო და მე სრული მარაზმით რაც საღამოს რაღაც იმ სალომეს მეთაურობით ვინც არის ოპოზიცია იმით დაამთავრეს. ყობახიძე გამოვიდა თქვა რომ ჩვენი ქვეყნის პრობლემაა სიზულვილიო და ეს გარედან ინერგია ჩვენ ქვეყანაში სიზულვილიო თქვა ადამიანმა რომელიც პარტია გამოერჩევა ასე ვთქვათ სისხლიანი პლაკატებით დაწყებული ოპონენტების ლანძღვით, ცემატყეპით და ასე შემდეგ. როგორც ჩანს, ესეც გლობალური ომის პარტიის ზეწოლის შედეგი იყო, ალბათ ისეთ თავისით ოცდება სისხლიან პლაკატებს, რა თქმა უნდა, არ ჩამოკიდებდა და რა თქმა უნდა ის ხალხი, რომელიც თუნდაც ჩვენ ეთერში ხოლმე რეკავს და აი სავსეა სიძულვილით მიხეილ სააკაშვილის მიმართ ნაცების და ასე შემდეგ ეს რა თქმა უნდა ქართული ოცნების მხარდამჭერები არიან ეს გლობალური ომის პარტიის შემოგზავნილი ასე ვთქვათ აგენტები არიან თუ დაუჯერებთ იმას რაც ყობახიძემ გუშინ ელაპარაკა და მე საღამოს აი ბროდრეთ მარტო დაცინვის რეაქცია თუ იქნებოდა იმაზე რაც ხალხი შეკრიბეს, გასაგებ ბევრი ხალხი არ იყო იქ რაღაცა, ნუ თქვა რამდენიმე 1000 ადამიანი მივიდა, მაგრამ მე სულ მაინტერესებს იმ რამდენიმე 1000 ადამიანის აღქმა სალომეს მოსასმენად რატომ დადიან. ანუ გავიქი ტელევიზორში მოусმინე. არასდროს ამ ხალხს არ ვთქვამს არაფერი მნიშვნელოვანი. ხოდა თუ არასდროს არ ვთქვამს მნიშვნელოვანი, მიტინგზე რატომ უნდა წახვიდე უბრალოდ. წადი და ის რა ქვია, სახლიდან უსმინე. მე შეგეთქვია მიტინგზე რამე საინტერესო ხდებოდეს და ასე შემდეგ. მაგრამ ნუ გასაგებია რაღაც ეს როგორც აი პროტესტი რო იყო და მე მთელი პროტესტი დავიდა რამდენიმე ათეულ აქტივისტამდე. ესეც აი რაღაც მიტინგები ნელა აი უბრალოდ აი არასერიოზულად ცოტა ადამიანი აი ალბათ გუშინ ლეგიტიმურად გადაიკეტა რუსთაველი. მაგრამ პრინციპში ძალიან რომ მონდომებოდა ჩაეტეოდნენ გადაგადის გარეშე. ხო და ისეც გადაკეტილი იყოს 6 მაისის ამბავში. ხო და აი ეს რაღაც სრული არაადეკვატურობა და ერთი დისკუსია არ გამართულა. ამხელა საჩუქარი გვაქვს, ხო? რაღაც ღმერთისგან თუ სამყაროსგან, რომ დამოუკიდებლობა გვაქვს. და არ გვისაუბრია ვისგან დამოუკიდებელი ვართ, რაში გამოიხატება ეს დამოუკიდებლობა, როგორ უნდა შევინარჩუნოთ დამოუკიდებლობა და რასთავია რაში გჭირდება ეს დამოუკიდებლობა, იმიტომ რომ ეს ხო დამოუკიდებლობა ნიშნავს, რომ შენ თვითონ ხარ პასუხისმგებელი შენ ცხოვრებაზე, შენ განვითარებაზე. და თუ შენ აფასებ რომ საკუთარ ცხოვრებაზე თავად აგებ პასუხს, მაშინ უნდა რაღაცის გამოიყენო ეს თავისუფლება, ხო? ჩვენ რომ ამბობთ ხოლმე რომ ადამიანები თვითონ უნდა აგებდნენ თავის ცხოვრებაზე პასუხს, თავის შვილები თვითონ უნდა აღზარდონ, თავის ჯანმრთელობაზე თვითონ იზრუნონ, თავის ბიზნესს თვითონ მიხედონ. აი ეს რომ ამას რო ვამბობ და მათ შორის ზოგი ჩვენი მაყურებელი რო გვირეკავს და რო გვიმტკიცებს რომ არა რომ ბავშვებზე უნდა პასუხისმგებელი იყოს ბიუროკრატია, ჩემს ხელზე პასუხისმგებელი უნდა იყოს ბიუროკრატია, ჩემ მომავალს უნდა განკარგავდეს მთავრობა. აი ასეთი სოფხედულობით რომ თუ მოძრაობს ამ ქვეყანაში ბევრი ადამიანი, მაშინ რა შეჭირდება? მაშინ არაფერი საზეიმო არ იქნება. მაგრამ ჩვენ თუ მართლა გვესმის დამოუკიდებლობის შინაარსი უნდა გველაპარაკა რისთვის ვიყენებთ ამ დამოუკიდებლობას, როგორ ვიყოთ დამოუკიდებელი, მაგალითად დამოუკიდებლობა ხო ნიშნავს რომ რუსებისგან დამოუკიდებელი ვიყოთ და რას ნიშნავს აი რუსებისგან დამოუკიდებლობა. ეს ხო მინიმუმ იმას მაინც ნიშნავს რომ რუსების არ გვეშინოდეს, თორე თუ რუსების სულ გვეშინია და შიში ვატარებ ცხოვრებას. როგორ ვიქნებით დამოუკიდებლები, ხო? ანუ რაღაცას გვეტყვიან, დაგვემუქრებიან და იძულებული გავხდებით რაღაც გავაკეთოთ. და თუ არ გვინდა რომ რუსებზე დამოუკიდებელი ვიყოთ, მაშინ რაღაც უნდა მოიმოქმედოთ, მაგალითად ჯარი ყავდეს ძლიერი
ძალიან ისეთია რაღაც ვიტო პატრიოტული ლოზუნგები და ხალხი რაღაც ფიცდებს და რაღაც ყვირიან და რაღაც მაგრამ სინამდვილეში ამჯერს რო იარაღი არ აქვს თანამედროვე აი ეს ხალხი ვინც ფიცი დადო ღმერთმა დაგვიფაროს უმირო დაიწყოს რითი უნდა დაგვიცვას სერიოზულად ვიღაც ხალხი გამოდის და ამბობს რომ ჯარი გვიყვარს ჯარი გაძლიერდა და აი ეს ყველაფერი რო გაძლიერდა რამდენ ახალ ტანკში გამოიხატება რამდენ ახალ საჰაერო დაცვის სისტემაში გამოიხატება რამდენ ახალ რა ვიცი ჯავშან ტექნიკაზე რამდენ ახალ დრონზე მილიონობით დრონი რო აი წარმოება უკრაინაში და ჩვენ რო ერთი საწყალი დრონი გვაქვს და ისიც თან დაფრინავს ან არა აი რაღაცაში ხონდა გამოიხატებოდეს აი სიტყვებს რო ვამბობთ და ვამბობთ რომ აი გამოდის მთავრობის მეთაური გამოდის თავდაცვის მინისტრი და ჯარი და ჩვენი ქვეყანა და რაღაც ეს სიტყვები ეს სადღეძელო ყანწი რო გეჭიროს ხელში გავიგიტყვი რომ რავი უბრალოდ რაც თამადა ხარ სუფრაზე და პრემიერ-მინისტრი თუ ქვია თავდაცვის მინისტრი თუ ქვია პარლამენტის თავმჯდომარე რო ქვია და ასეთ რაღაცებს ამბობ რაღაც ქმედებაში ხონდა გამოიხატებოდეს და არა და თავდაცვის სამინისტრო უფრო ბინების შენებლობით არის დაკავებული და არა იმის რომ წესრიცხნები ჩაატაროს იარაღი იყიდოს ბოლოს შეიძლება თქვა რომ რაღაც იარაღის ყიდვა ანაკლებად გვინდა იმიტომ რომ კარგი მეგობრები გვყავს ძლიერი მეგობრები გვყავს და რუსებისგან იმიტომ ვარ დამოუკიდებელი რომ აგერ ამერიკელები გვიცავენ ну ამ შემთხვევაში ალბათ დამოკიდებული ხდები ხო ამერიკელებზე და ევროპელებზე მაგრამ შეიძლება თქვა რომ ამერიკელებზე დამოკიდებულობა იმდენად მცირეა და იმდენად მომგებიანია რომ მათ შორის იმ რუსებს ვისგან გვიცავს რომ ღირს ამ რაღაც დამოკიდებულობის რაღაც დოზის დათმობა როგორც ევროკავშირია საბოლოო ჯამში გერმანიამაც ხო დათმო რაღაც დამოკიდებულობის ხარისხი მაგალითად რა ვიცი ფულასაკრედიტო პოლიტიკაში დათმო რაღაც დამოკიდებულობის ხარისხი გადასახადების დაწესებაში სუბსიდირებაში, რეგულაციების რაღაც ნაწილში, მაგრამ გერმანია ამის გამო ხო არ ამბობს რომ რაღაც კატასტროფა მოხდა, ანუ ინსტრუმენტია საბოლოო ჯამში დამოუკიდებლობა რაღაცისთვის და აი უამრავი კითხვა რომ დავსვათ, აი ვისგან ვარ დამოუკიდებელი, რაში გამოიხატება, რას ვაკეთებთ იმისთვის რომ დამოუკიდებელი ვიყოთ, რისთვის ვიყენებთ ამ დამოუკიდებლობას, რატომ ვიყენებთ ამ დამოუკიდებლობას და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ძალიან ბევრი ისეთი კითხვა გაჩნდებოდა, რომელიც მართლა მნიშვნელოვანია, რომელზეც პასუხი რო გავცე, რაღაცნაირად შეიძლება სხვა ქვეყანაში აღმოაჩინოთ თავი. და სიამდვილეში დილიდან რო დაიწყო სადღეძელოებით, საღამოდ დამთავრდა სადღეძელოებით, არაფერი არ ითქვა, ანუ აზს ვერ გამოიტან, უბრალოდ აი შინაარსი ხო შეიძლება რომ გამოიტანო, რომ აი პრემიერ-მინისტრი გამოვიდა და ეს თქვა რომ სიძულვილი უნდა დავამთავროთ და თუ ამ ვინმე პატივს ცემს ოდნავ მის სიტყვებს, ალბათ მოლოდინი ექნება რომ ეხლა, რა ვიცი, პატიმრეს შეიწყალებენ, იტყვიან რომ ეს სისხლიანი ბანერები რო ოდესღაც ჩამოვკიდეთ, ეს ჩვენი ბრალი არ იყო, გლობალური ომის პარტიამ გვაიძულა და სიძულვილი გაგვეღვივებინა. ის აქტივისტები რომელიც დარბიან და ვიღაცას ცემენ, ეს ჩვენი ხალხი არის, ეს გლობალური ომის BlackRock-ია ფინანსებსო იტყვის. და ან რაღაც აი შეიძლება სერიოზულად შეიძლება კომიკურად, მაგრამ საბოლოო ჯამში რაღაცაში უნდა გამოიხატოს, მაგრამ თუ ეს ქმედებებში არ გამოიხატება, მაშინ ეს უბრალოდ სადღეძელო იყო. თუ გამოდიხარ და ამბობ რომ ჩვენ ქვეყანას დამოუკიდებლობას იცავს ჩვენი ჯარი და შენ ამბობ რომ ეს ჯარი გიყვარს, ესე იგი შენ უნდა ითხოვდე რომ ამ ჯარს ქონდეს თანამედროვე იარაღი. ავტომატებით და კუნთებით ვერავის ვერ დაიცავ თანამედროვე ომში. ჭირდება ძალიან ბევრი артиლერია, ჭირდება ჯავშან ტექნიკა, ჭირდება საჰაერო დაცვის სისტემები, ჭირდება ათასობით დრონი, ჭირდება ასობით ადამიანი, ვინც ამ დრონის მართვა იცის. რაღაცა გჭირდება და თუ ეს არ გაკეთებული, მაშინ ტყუილია რომ შენ ამბობ რომ ჯარი გიყვარს. არანაირი ჯარი შენ არ გიყვარს, ეს რაღაც რა ვიცი, სპორტულ დარბაზად თუ აქციებ მომზადება და ფულის ტანკის ნაცვლად დახარჯი ბინების შენებლობაზე, ეს რა შვაშია თავდაცვასთან. თუ ამბობ რომ დამოუკიდებლობას აფასებ, ესე იგი რაღაცისთვის აფასებ და რაღაც მიზანი გაქვს. კიდე უფრო აღმატებული ვიდრე დამოუკიდებლობა, იმიტომ რომ დამოუკიდებლობა თავისთავად მიზანი ვერ იქნება. სულ საკმარის მიზანი არის, იმიტომ რომ მიიღება დამოუკიდებლობას რაღაც უნდა გავაკეთო დამოუკიდებლად და რას აკეთებ დამოუკიდებლად. და ჩვენ ქვეყანაში რო უამრავი ადამიანი დარბის და ამერიკელებს რო ლანძღავენ, ევროპელებს რო ლანძღავენ და რუსები რო ევასებათ. იმ ხალხს რას უშვებით, იმათ ხო შეიძლება დამოუკიდებლობა ამერიკელებისგან უნდა და ასე შემდეგ. აი, რამდენი კითხვაა და ამ კითხვებზე პასუხი არ გაგვიცია. ისე ვიზეიმით, ერთმანეთი მორიგჯერზე გავлаძღეთ. რა ვიზეიმით გაურკვეველი ამ შემთხვევაში, ასე თუ ერთ მარტო ერთმანეთს ლანძღავთ.
და კი ვაგრძელებთ ამ მთელ ჩვენ ცხოვრებას ასე უცნაურ რეჟიმში.